შურცა საუბრობთ რომ ქართულ ოცნებასთან მითანამშრომლობთ. უწუში რომ ჩავეტიოთ და ბოლოს გიორგისაც მიცემ სიტყვას კი საუბრობთ რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობთ, ეს იყო საუბარი არჩევნების წინ რომ საუბრობთ რომ ყველასთან მითანამშრომლობთ ზოგადად. მაშინ ნათქვამი გვარამიასთან როგორც ყველაზე მიუღებელ ტიპთან თელ ქართული ოცნების დროს გვარამია იყო ყველაზე მიუღებელი? ხო, ჩემს გვარამია ყველაზე მიუღებელი და გვარამიას პარტია ზოგადად თელ პოლიტიკურ სპექტრში რო იცოდეთ, მაგრამ როცა ავუთ რომ გვარამიასთანაც კი ვითანამშრომლობ მეთქი შემდეგ პარლამენტში. თუ ის დაუჭერს ჩემს სასამართლო რეფორმას ხარს, ეროვნული ბანკი იქნება ეს თუ რა ვიცი, პროკურატურის რეფორმა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა პერსონალიები, პირობითად ანრი ოხანაშვილი დააჭერს წვანღილაკს, თუ გვარამია დააჭერს და საჯაროდ სუნა ერთიდევი გქონდა. ამიტომ უბრალოდ ჩვენი ჰეითერები და ვინც ჩვენზე ტყუილს არწელებს, თუნდაც ისინი ქოცეთთან თანამშრომლობენ. ქოცეთთან თანამშრომლობა კი არა, ჩვენ გვინდა ჩვენი იდეების გატანა. და ჩვენ ისე ვიქცევთ, რომ ჩვენი იდეების გატანის ალბათობა გაიზარდოს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ყოფთ პოლიტიკურ პარტიებს რუსობით პერსონიფიკაცია, მაგრამ იდეების განხორციელება გვარამია მაგალითად, გვარამი ოდესმე დამეთანხმებოდა. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში და ტერორი იქნება მთელს ქვეყანაში გამოხდით, ანუ რა დროს სავარაუდოდ ჩვენ რო გავიმარჯვოთ თბილისში და უმრავლესობა ავიღოთ, არ იქნება ქვეყანაში ტერორი. გასაგებია, ესე იგი ოპოზიცია მოიგო, თუ ოპოზიცია მოიგებს არჩევნებში არ იქნება, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, ეს ტერორი არ იქნება. თქვენ უშვებთ რომ ჩვენ გავიმარჯვოთ თბილისში და მე თანაბრად ტერორია და მე გეტყვი არა. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი საჯაროა და ახსნილია, უბრალოდ ადამიანს თუ არ უნდა და რაღაცა როგორც წინაც საარჩევნოდ რაღაცა დაიწყო ჩვენზე აგორდა კამპანია რომ ისინი ქოცებთან კოალიცია შეკრავენ და უბრალოდ აი ჩვეულებრივი ტყუილზე ნარატივი ადამიანი იმამ უჩვენებდა რომ არ დაფიქრდებოდა და ბრმად მიიღო და გასწორებას და ახლობით იგივე ამბავია. ჩვენი იდეების გატანა გვინდა. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ რომ ოპოზიციაში ისეთი ბარდაგია რომ აქ ქოცების დამარცხებაზე აზარანაირი საუბარი არც კი მიდის. და საბოლოო ჯამში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რომ ეხლა უფრო მეტი მხარდაჭერა ვიპოვოთ, გავძლიერდეთ, ვიპოვოთ ხალხი რეგიონებში, სადაც ჩვენ ისტორიულად უფრო სუსტები ვიყავით დიდ ქალაქებში, ავაწყოთ პარტიული სტრუქტურა, გავზარდოთ ცნობადობა, დავანახოთ განსხვავება მათ შორის ჩვენსა და ლელოს შორის, იმიტომ რომ არჩევნებში არიან, ჩვენსა და ნაცებს შორის, რომელიც ახლა რაღაც რევოლუციას აწყობენ. აი ეს უნდა გავაკეთოთ, რომ მე როცა გაჩნდება შესაძლებლობა რომ ქართული ოცნება მართლა დამარცხების პირას იქნება, ჩვენ ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ გავლენა მოვაკეთოთ ამ პროცესზე.